საქართველოში არაერთი ციხე-სიმაგრე თამარ მეფის სახელს ატარებს, ასეთია ბუკის ციხეც, თუმცა მეცნიერების ვარაუდით ამ შემთხვევაში ციხის სახელდება მეფისადმი ხალხის სიყვარულს უკავშირდება, რადგან ისტორიკოსების ვარაუდითა და არქეოლოგიური შესწავლით ციხის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდა. ანტიკურ პერიოდში კი აქ უკვე ქალაქური ტიპის დასახლება გაჩნდა. ციხე-სიმაგრის უძველესი სამშენებლო ფენა ადრე ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. უახლესი კი გვიანი შუა საუკუნეებისა. ომებისა და დროის გავლენით ციხის დიდი ნაწილი დანგრეულია, თუმცა მაინც ბევრ მნიშვნელოვან ამბავს ინახავს. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, თუმცა მალევე შეწყდა. სოფელ ბუკის ციხის მოსახლეობას სურვილი აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სპეციალისტებმა საფუძვლიანად შეისწავლონ. ადგილობრივებს ჯერათ, რომ მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები ბევრ აქამდე უცნობ და მნიშვნელოვან ისტორიულ სინამდვილეს გააცოცხლებს. თია აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი გურიიდან. სამგალავნიანი ციხე-სიმაგრე იყო და ზემოდან ჩამოდიოდა გვირაბი. ტერიტორიაზე შემოეცეოდა, რომ აქედან წყალი წაიღოთ, ცაცმელი წყალი და აგერ იყო გვირაბი, აქ გამოდიოდა ზუსტად. ახლა ვიცით არის ამოსული სამწუხარო. გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, იქ სადაც მდინარე სუფსის ხეობა იშლება, ბუკის ციხის ნანგრევები დგას. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ქვების გროვაა, მაგრამ სინამდვილეში ის სტრატეგიული წერტილია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა იმერეთიდან გურიისა და შავი ზღვისკენ მიმავალ მთავარ გზებს. დღეს მხოლოდ ციხის გალავნისა და კოშკების ფრაგმენტებია შემორჩენილი. ისტორიკოსთა ნაწილი ნაშთებს გვიან ფეოდალური ხანის თავდაცვით ნაგებობად მიიჩნევს, თუმცა მეცნიერული დისკუსია ამით არ სრულდება. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ციხის საფუძვლები ანტიკურ ხანას უკავშირდება. ზოგიც ვარაუდობს, რომ ტერიტორია შესაძლოა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული. ადგილობრივები ხშირად თამარის ციხეს უწოდებენ, თუმცა ისტორიკოსების თქმით, არქეოლოგიური ფენები ადასტურებს, რომ ბუკის ციხის ისტორია ბევრად უფრო ძველ პერიოდებსაც უკავშირდება. თამარის სახელი კი ციხეს ხალხმა სიყვარულით დაარქვა. თამარი იმდენად სათაყვანებელი იყო ჩვენი ქართველებისათვის, რომ ყველაფერს თითქმის თამარ მეფეს მივაწევთ ყველას, მაგრამ არის ცნობილი ზუსტად, რომ ეს ციხე არის უფრო ადრე აშენებული, ბრინჯაოს ხანის დროს არის აშენებული, იმიტომ რომ აქ ნაპოვია ბუნიკები, შუბები, შრომის იარაღები, თოხი, ბარი, რაღაცები, რომელიც მუზეუმშია, ჩვენ მუზეუმშია შენახული. შეხარჩმები ბატონი, ანუ მინიმუმი 3000 წლისა. 3000 წლის დასახლება იყო აქ და შემაღლებული ადგილი საერთოდ ჩვენთა თავდაცვის, იგი მთელ საქართველოში თავდაცვის იმათ ითვლებოდა რა ადგილად. ამას გარდა 1811 წელს შეწყვიტა ამან აქტიური ციხე-სიმაგრის ფუნქცია. ადგილობრივ მოსახლეობაში დღემდე ცოცხლობს ლეგენდა, რომელმაც ციხეს სახელი დაუმკვიდრა. გადმოცემის თანახმად, როდესაც მტერი მოახლოვდებოდა, ციხის თავზე მდგომი მეციხოვნეები ბუკს, ანუ საყვირს სცემდნენ. ეს ხმა მთელ ხეობას ეფინებოდა და მოსახლეობას საფრთხის შესახებ აფრთხილებდა, თუმცა ბუკი ერთადერთი სიგნალი არ ყოფილა. არსებობს სხვა გადმოცემებიც, რომლებსაც ადგილობრივები თაობიდან თაობას გადასცემენ. ამ ციხეზე ანთებდნენ ცეცხლს. ცეცხლს დაანთებდნენ და უკვე ხალხი ხვდებოდა, რომ ცეცხლი დაინთებოდა, რომ მტერი იყო შემოსეული და ტყეში გაიხიზნებოდნენ. ბუკის ციხელებს ძალიან გვიყვარს ბუკის ციხე და ვამაყობთ კიდეც, რომ კაი სოფელი არის და მე ვენახე სოფელი არის, მეუნე კარგი სოფელი არის ძალიან და რა ვიცი რა, ჩემთვის მაგალითად ყველაფერია ბუკის ციხე. დღეს ბუკის ციხე მხოლოდ ისტორიკოსების ინტერესის საგანი არ არის, ლოკაცია ტურისტულად სულ უფრო პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ აქაური ინფრასტრუქტურა მოწესრიგებას საჭიროებს, მნახველთა რიცხვი მაინც დიდია. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ინტერესი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ბუკის ციხეს სტუმრობს უამრავი უცხოელი ტურისტი და ასევე ადგილობრივები. ამ სოფლის შესახებ ინფორმაციას იღებენ, ისტორიებს, ასევე დაინტერესებული არიან ტრადიციებით, კულტურით და კმაყოფილებას გამოხატავენ ამ არაჩვეულებრივი სოფლის შესახებ. ბუკის ციხის მოსახლეობის უდიდესი სურვილია აქ მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დიდი ხანია აქვს, მისი რეალური ისტორია ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ადგილობრივებს სჯერათ, რომ სისტემური სამეცნიერო კვლევის შემდეგ ბევრი აქამდე უცნობი ფაქტი გახდება ცნობილი და ბუკის ციხეს თავის ნამდვილ ისტორიულ მნიშვნელობას შესცენს.
1957 წელს ნიკო ბერძენიშვილი აქ ჩაატარა გათხრები 57 წელს და სამი ფენა შეისწავლა მარტო ამბობს რომ ორი ფენა მინიმუმ ორი ფენა არის კიდე გამოსაკვლები და ამ ორ ფენას თუ გამოიკვლიოთ ზუსტად ასე სიტუაციას ეს გადატრიალებას მოახდენს საქართველოს ისტორიაში და ახლა დიდი მეცნიერი იყო ნიკო ბერძენიშვილი და იცოდა რასაც ამბობდა ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება ამის გათხრა და ჩემი ქვეყნისას კარგი იქნება და ძალიან მინდა რომ თხოვო ყველას ვისაც ეს შეუძლია რომ ეს გათხრები ჩაატარონ იმიტომ შესაბამისი სპეციალისტები უნდა და შრომატევადი სამუშაო და დიდი მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს მოითხოვთ. ასეთია ბუკის ციხე, მრავალსაუკუნოვანი ნაგებობა, რომელიც დღემდე საფუძვლიანი კვლევის მოლოდინშია. ადგილობრივებს სჯერათ, რომ მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები ბევრ აქამდე უცნობ ფაქტს გახდის საჯაროს და მათ სოფელს ახალ სიცოცხლეს შესცენს.